არსებობს ძალაუფლების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც თავს ავლენს არა იმაში, რასაც ლიდერი აკეთებს, არამედ იმაში, რაც ლიდერს აღარ უტევს გაკეთება. ბოლო 10 წლეულის უმეტეს ნაწილში სი ძინპინი ამ ძალაუფლებას ავლენდა იმით, რომ ძირითადად შეწყვიტა უცხოეთში მოგზაურობა და სამყარო თავად მოდიოდა მასთან. უცხოელი ლიდერები პეკინში ჩადიოდნენ, მონაწილეობდნენ ცერემონიებში და შემდეგ ისევ შინ ბრუნდებოდნენ. აზიის საზოგადოების მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, სი ძინპინი 2013-დან 2019 წლამდე საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 14 ჯერ მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ხოლო 2022-დან 2025 წლამდე ეს რიცხვი დაახლოებით 6-მდე შეამცირა. 2020 წელს მან ქვეყანა მხოლოდ ერთხელ დატოვა. 2021 წელს კი საერთოდ არ გაუვლია საზღვარი, თითქოს და COVID-ის კრიზისის გამო. მაგრამ ეს სიგნალი ერთმნიშვნელოვანი იყო. გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შეიცვალა და ახლა პეკინში იყო, სადაც ყველა დანარჩენს ელოდებოდა. ამიტომ, როდესაც სი ძინპინმა 2026 წლის ივნისის დასაწყისში თვითმფრინავში ჩაჯდა და პიონგიანგში გაფრინდა, ამ დანიშნულებამ მსოფლიო მედია შედრა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში 7 წლის შემდეგ და პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა მთელი წლის განმავლობაში. ეს იყო მოულოდნელი ცვლილება. სიპინი, ადამიანი, რომელსაც მსოფლიო თავად აკითხავს, ამჯერად თავად წავიდა არავისთან სხვასთან, თუ არა კიმ ჩენ ინთან. იმის გასაგებად, თუ რატომ შეიძლება ლიდერი, რომელიც ასე ფრთხილად აკონტროლებს საკუთარ გადაადგილებას, აიძულონ დახარჯოს ეს კაპიტალი და იმოგზაუროს ყველაზე იზოლირებულ რეჟიმში დედამიწაზე, უნდა მიუყვეთ გავლენის ჯაჭვს. ეს ჯაჭვი არც პიონგიანგში იწყება და არც პეკინში, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის საარტილერიო ხაზებზე. დავიწყოთ იმ გალიით, სადაც კიმ ჩენ ინი ცხოვრობდა. 10 წლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა იყო კლასიკური უმცროსი პარტნიორი, ხოლო ჩინეთს ჰქონდა გასაღებები. პიონგიანგის სავაჭრო დამოკიდებულების შეფასებები ჩინეთზე განსხვავებულია, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე მიმართულებას მიუთითებს. ჩრდილოეთ კორეის ეროვნული კომიტეტის 2022 წლის შეფასებით ეს მაჩვენებელი 99%-მდე იყო. სხვა მონაცემებით, რომლებიც 2026 წელს ციტირებდნენ, ეს მაჩვენებელი კვლავ 80%-ზე მაღლა რჩებოდა. რაც არ უნდა იყოს ზუსტი მაჩვენებელი, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქცირებული, იზოლირებული და ეკონომიკურად ერთ პარტნიორზე მიბმული იყო. ნიშნულოვანია, რომ ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან სანქციები აიძულებდა ჩრდილოეთ კორეას, რაც შეიძლებოდა ყველაფერი შიდა რესურსებით ეწარმოებინა. მაგრამ ყველაფერს ვერ აწარმოებ და ჩრდილოეთ კორეას ნავთობის მარაგები არ აქვს. ამის ნაცვლად, ბევრი რესურსი, რაზეც ის იყო დამოკიდებული, ჩინეთიდან მოდიოდა. პეკინს ჩრდილოეთ კორეაზე ორი ბერკეტი ექნებოდა. იყო ეკონომიკური ბერკეტი, მარტივი ფაქტი, რომ მას შეეძლო ენერგიის იმპორტისა და ვაჭრობცნობის ნაკადის შეზღუდვა, რაზეც ჩრდილოეთ კორეა იყო დამოკიდებული. რაც ზღუდავდა ქვეყნის შესაძლებლობას, შეეტანა აუცილებელი საქონელი და გაეტანა თავისი პროდუქცია საზღვარგარეთ. და იყო დიპლომატიური ბერკეტიც, ბირთვული განიარანი არაღების საკითხი, რომელსაც ჩინეთი შეეძლო აეწია ან დაეწია, როგორც თავისი არამორჩილი მეზობლის მართვისა და ვაშინგტონისთვის იმის ჩვენების საშუალება, რომ მას ჰქონდა გავლენა, რაზეც შეიძლებოდა ვაჭრობა. კიმს ზუსტად ერთი საყრდენი ჰქონდა და ეს საყრდენი პეკინი იყო. ღირს რომ შევჩერდეთ და უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, რამდენად ფუჭი იყო ამ ყველაფრის უკან არსებული ეგრეთ წოდებული ალიანსი. რადგან ეს ხსნის, რატომ არ შეუძლია ჩინეთს უბრალოდ უბრძანოს ფხენიანს, რომ დაემორჩილოს. ქაღალდზე ეს კავშირი ურყევად გამოიყურება. 1961 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რომლის 65 წლის თავს წელს აღინიშნება, ერთადერთი ოფიციალური სამხედრო ალიანსის ხელშეკრულებაა, რომელსაც ჩინეთი დღემდე ინარჩუნებს. სხვა რომელიმე ქვეყანასთან. და ის შეიცავს პუნქტს, რომელიც ავალდებულებს თითოეულ მხარეს, თუ რომელიმე მათგანი თავდასხმის მსხვერპლი გახდება, მეორე მხარემ დაიცვას იგი. მაგრამ რეალური ცხოვრება გაცილებით ცივი იყო, ვიდრე დოკუმენტი მიუთითებს, რაც ხანგრძლივი ურთიერთდაეჭვებით იყო აღბეჭდილი. ასევე არსებობს სტრუქტურული წინააღმდეგობა ამ ურთიერთობაში, რომელსაც ვერც ერთი ხელშეკრულება ვერ გადაფარავს. პეკინს ყოველთვის სურდა ჩრდილოეთ კორეა ყოფილიყო დამპოლი და სტაბილური, ბუფერი, რომელსაც თავად გააკონტროლებდა და არა ისეთი ჩრდილოეთ კორეა, რომელიც რეალურად ძლიერია და მისი საზღვრის გასწვრივ არაპროგნოზირებადია. ფხენიანს კი ყოველთვის სურდა უპირობო მხარდაჭერა ყოველგვარი პირობების გარეშე და ჩინეთის ჩარევას მის შიდა საქმეებში და იარარის პროგრამაში განიხილავდა როგორც რბილ ჩარევას, რომელსაც უნდა წინააღმდეგობა გაეწია. როგორც საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა აღნიშნა, პეკინი დიდი ხანია ფრთხილობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებაში დახმარებას, რადგან სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული ფხენიანი უფრენიანი უფრო არასტაბილურობის წყაროა ვიდრე აქტივი. და ეს ორი ხედვა ყოველთვის დაძაბულობაში იყო. უკრაინაში ომი კიმ ჩენ ინისთვის შესაძლებლობად იქცა, რომ ამ ხედვების საზღვრები გამოეცადა და დაენახა, რამდენად აფასებს ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის თავის მხარეს ყოფნას. და ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთი ომში ისე შევიდა, რომ საერთოდ არ ელოდა ამდენი რესურსი დასჭირდებოდა. მაგრამ, როგორც ძალიან კარგად იცით, უკრაინაში შეჭრა გადაიქცა მძიმე საარტილერიო ომად. იმ ტიპის ომად, რომელიც ჭურვებს უფრო სწრაფად ხარჯავს, ვიდრე ომის დროინდელი ეკონომიკა მათ წარმოებას ასწრებს. მოსკოვი აღმოჩნდა დეფიციტში და დაიწყო ამუნიციის ძებნა ყველგან, სადაც კი შეძლო.
შემდეგი მოვლენების მასშტაბი შეიძლება გამოვიკვლიოთ ღია წყაროების მეშვეობით. ღია წყაროების ცენტრმა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კვლევითი ჯგუფია, Reuters-თან ერთად სატელიტური სურათების გამოყენებით დააკვირდა ამ მიწოდებებს, ხოლო სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტმა შეაჯამა ეს მონაცემები. დაახლოებით 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის გაზაფხულამდე რუსული დროშის ქვეშ მცურავმა მცირე ფლოტმა დაახლოებით 64 რეისი შეასრულა. ჩრდილოეთ კორეის რაჯინის პორტიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში დაახლოებით 15800 სატვირთო კონტეინერი გადაიტანა. შეფასებების მიხედვით ამ კონტეინერებში სულ 4.2-დან 5.8 მილიონამდე საარტილერიო ჭურვია მოთავსებული. 2026 წლის დასაწყისისთვის ეს რიცხვი გასაოცარ 33000-მდე კონტეინერი გაიზარდა და შეფასებით დაახლოებით 15 მილიონი 152 მმ-იანი ჭვილიმეტრიანი ჭურვი იყო გადატანილი. საგულისხმოდ, დასავლეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის ქარხნები 2024 წელს შიდა წარმოებით მაქსიმუმ 2.3 მილიონი ჭურვს ამზადებენ. თუ ამას ომის ხანგრძლივობასა და შესაძლო წარმოებაზე გადავიტანთ, ჩრდილოეთ კორეას შეეძლო მიეწოდებინა რუსეთისთვის დაახლოებით 40% იმ საბრძოლო მასალისა, რომელსაც რუსეთი ისროდა. და ზოგიერთი კონკრეტული რუსული საარტილერიო დანაყოფი, Reuters მიერ განხილული დოკუმენტების მიხედვით, იყენებდა ჩრდილოეთ კორეული ჭურვების 50-დან 100%-მდე რაოდენობას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ ფონურ ხმაურად მოგვეჩვენოს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, ამ მიღწევის ინდუსტრიული მხარეა ის, რაც მას ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანს ხდის. ჩრდილოეთ კორეას ჰქონდა სანქციებით გაღარიბებული თავდაცვის სექტორი, რომელსაც გარე მსოფლიო ჟანგმოდებულ ცივი ომის ნარჩენად მიიჩნევდა. და მოულოდნელად მას გაუჩნდა გარანტირებული უზარმაზარი კლიენტი, პრაქტიკულად უსასრულო მოთხოვნილებით. შედეგად უკრაინაში ომი და ამით გამოწვეული საბრძოლო მასალის საჭიროება სტიმულირების ის პროგრამად იქცა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სამრეწველო ბაზისთვის. ეს იყო მიზეზი, რომ ჭურვების საწარმოო ხაზები სრული დატვირთვით ემუშავებინათ. ძველი ქარხნები განიახლებინათ, მუშები დაესაქმებინათ და რაც მთავარია, უცხოურ ვალუტაში მარაგი შეეგროვებინათ. ომი ასევე ცოცხალი ცეცხლის ლაბორატორიაა. ყოველი სისტემა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა აღმოსავლეთში აგზავნის და ყოველი ჯარისკაცი, რომელსაც ფრონტზე ატრიალებს, პრინციპში ბრუნდება ბრძოლის ველის გამოცდილებით, რომელსაც მშვიდობიან პერიოდში ვერანაირი ტესტირება ვერ მოგცემდა. აქ წარმოების მაჩვენებლები ექსპორტის მოცულობებიდან არის გამოთვლილი და არა უშუალოდ ჩრდილოეთ კორეაში გაზომილი, რომელიც კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალეს სახელმწიფო დედამიწაზე. მაგრამ მიმართულება ნათელია. ომმა პიონგიანგის იარაღის ინდუსტრიისთვის ის გააკეთა, რასაც ვერანაირი შიდა პოლიტიკა ვერ შეძლებდა. და რაც შეეხება ცოცხალი ცეცხლის გამოცდას, ასევე არის პატარა საკითხი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების, რადგან ისინი ამავე განახლების ნაწილია. ჩრდილოეთ კორეამ ჯარები საბრძოლო ზონაში ჩაანაცვლა, ხოლო გარე შეფასებების მიხედვით ომის განმავლობაში დაახლოებით 14000-დან 15000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. მათგან შეფასებით ჩრდილოეთ კორეამ დაკარგა სულ მცირე 6000 ჯარისკაცი, რაც შთამბეჭდავი რაოდენობაა. და ჩრდილოეთ კორეის ჯარების ყოფნა ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ ომში მუდმივად დაცილვის საგანი გახდა. მაგრამ იმ ძიმე შეხსენების მიღმა, რომ ისინი წინა ხაზზე მსხვერპლად გამოიყენეს, ეს განლაგებები ჩრდილოეთ კორეისთვის იყო როგორც წვრთნის საშუალება. ასევე გზა, რომ 21 საუკუნეში სამხედრო ტაქტიკის მუშაობაზე რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია. გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად გაყინულ კონფლიქტშია სამხრეთ კორეასთან, ჩრდილოეთ კორეის არმია 1950-იანი წლების შემდეგ ომში არ ყოფილა და არ ჰქონდა რეალური საშუალება თანამედროვე არმიებთან ევარჯიშა. და ამ ყველაფრის შედეგად კიმმა ერთდროულად რამდენიმე ვალუტაში მიიღო ანაზღაურება. პირველი იყო ნაღდი ფული და სეულიდან გავრცელებული ციფრები შთამბეჭდავია. სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ინსტიტუტმა, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებს, შეაფასა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ჯარების განლაგებისა და იარაღის სანაცვლოდ 14.4 მილიარდი დოლარი გადაუხადა. იგივე ანალიზი ასევე მიუთითებს, რომ ფხენიანმა ამ თანხიდან მხოლოდ 580 მილიონიდან 1.5 მილიარდ დოლარამდე მიიღო რეალური საქონლის სახით, ხოლო დანარჩენი სავარაუდოდ სენსიტიური სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლას უკავშირდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიების გადაცემა შესაძლოა კომპენსაციის პაკეტის ნაწილი იყო და ეს შეიძლება ფულადზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. გადაცემის ზუსტი შინაარსი ბუნდოვანია და გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი უფრო ინფორმირებული ვარაუდია, ვიდრე დადასტურებული ფაქტი. თუმცა კატეგორიები, რომლებზეც დამკვირვებლები მიუთითებენ, თანმიმდევრულია და მოიცავს თანანგზავრებისა და კოსმოსური გაშვების დახმარის დახმარებას, ასევე საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას. მესამე ვალუტა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რატომ შეძლო ჩრდილოეთ კორეამ მოულოდნელად ჩინეთის მართუხებიდან გათავისუფლება. ეს არის ნავთობი. ომამდე ჩინეთი იყო ერთადერთი მომწოდებელი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩრდილოეთ კორეისთვის. ამარაგებდა მეგობრობის მილსადენს, რათა ჩრდილოეთ კორეას შეძლებოდა თავისი ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია შიდა საჭიროებებისთვის. მაგრამ გამოცემების e-stories და OCCRP-ის ერთობლივმა გამოძიებამ, რომლებიც კვლავ თანამშრომლობდნენ ღია წყაროების ცენტრთან, დაადგინა, რომ 2024 წელს რუსეთმა ფარულად გადაიტანა დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტი ჩრდილოეთ კორეაში, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გაეროს მიერ ფხენიანისთვის დაწესებულ წლიურ ლიმიტს.
ეს მაჩვენებლები უმნიშვნელო იყო რუსეთის ნავთობის ექსპორტთან და გადამუშავების შესაძლებლობებთან შედარებით, მაგრამ ეს ჩრდილოეთ კორეას საშუალებას აძლევდა ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიეღო ოფიციალურ პარტნიორზე დამოკიდებულების გარეშე. ბოლო ვალუტა ისაა, რომელიც მთლიანად ანგრევს თვალ სისტემას და ეს პოლიტიკური ვალუტაა. რუსეთი ფაქტობრივად გაეცალა სანქციების რეჟიმს, რომელსაც ადრე თავადაც იცავდა, გაეროში ჩრდილოეთ კორეას იცავს და პრაქტიკულად მას ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო დაღიქვამს. ეს აღიარება კიმისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული მიწოდება, რადგან ის ამართლებს იმ არსენალს, რომელიც ადრე მის იზოლაციას განსაზღვრავდა. რამდენიმე დღით ადრე, სანამ სი ჩამოვიდოდა, კიმის და კიმ იო ჯონგმა საჯარო დაახასიათა ქვეყნის ბირთვული სტატუსი როგორც შეუქცევადი. გარე შეფასებებით, ჩრდილოეთ კორეას 2026 წლის შუა პერიოდში დაახლოებით 60 ბირთვული ქობინი ჰქონდა, ხოლო სამიტის წინა დღეს კიმი გადაიღეს, როცა სახელმწიფო მედიის ცნობით ის სტუმრობდა ბირთვული იარაღისთვის ვარგისი მასალების ობიექტსა და ურანის გამდიდრების ადგილს. ეს არის რეჟიმი, რომელმაც შეწყვიტა ნებართვის თხოვნა. ეს გვიყვანს ამბის მთავარ ნაწილთან და იქ, სადაც გავლენის ბალანსი შეიცვალა. მაგრამ სანამ დეტალებში ჩავყვებით, არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ გლობალური გეოპოლიტიკის ყველა სიახლე. დაუბრუნდეთ Kim Chen In's. ჩინეთის ეკონომიკური ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ ფხენიანს სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. მართლა მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ ჩრდილოეთ კორეის საგარეო ვაჭრობა მისი ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო. თავარი ის იყო, რომ ამ ვაჭრობის უმეტესობა ერთ ქვეყანაზე მოდიოდა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო ეს შეეჩერებინა და ჩრდილოეთ კორეა სრულ იზოლაციაში დაეტოვებინა. მაგრამ პირველად მას შემდეგ, რაც Kim Chen In-ი 2011 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, მას ახლა ალტერნატივა აქვს. რუსეთს შეუძლია მიაწოდოს მართლეული, საწვავი, ფული, ტექნოლოგიები და დიპლომატიური მხარდაჭერა. საბელი, რომელსაც პეკინი 10 წლეულების განმავლობაში ამკაცრებდა, მოშებული გახდა არა იმიტომ, რომ ჩინეთმა რამე არასწორად გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ მეორე მფარველი გამოჩნდა ასპარეზზე. და როგორც კი მეორე მხედველი გამოჩნდა, პირველმა მხედველმა დაკარგა შესაძლებლობა, პირობები დაეკარნახა. სწორედ ამან შეცვალა ურთიერთობის ბალანსი სი ძინპინსა და Kim Chen In-ს შორის. პეკინის კოშმარული სცენარი ის კი არ არის, რომ ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთ რაკეტას დაუშვებს, არამედ ის, რომ ჩრდილოეთ კორეა სამუდამოდ გადავა რუსეთის ორბიტაში და საბოლოოდ ჩამოშორდება ჩინეთს, რის შედეგადაც პეკინს დარჩება ბირთვული იარაღით შეიარაღებული მეზობელი, რომელთანაც აღარ ექნება არანაირი კავშირი. უეცრად, ჩინეთია ის, ვისაც ურთიერთობის სტაბილიზაცია სჭირდება, რადგან შეიძლება გლობალურად წააგოს თუ უგულებელყოფს მეზობელს, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად სწრაფად იღებს საბებედისწერო გადაწყვეტილებებს. და კიმმა ეს შიში ზუსტად ამოიკითხა და ახლა შეუძლია ამ შფოთვის და მშვიდებისთვის ფასი მოითხოვოს. მისი ერთადერთი საქმე იყო სამიტის მასპინძლობა, ერთობლივ განცხადებაში რამდენიმე თბილი ფრაზის ჩართვა და სის საშუალება მიეცა სახლში დაბრუნებულიყო იმის თმის შესაძლებლობით, რომ პეკინი კვლავაც ახდენს გავლენას ფხენიანზე. სამაგიეროდ ანალიტიკოსები, რომლებიც ამას აკვირდებიან, ელიან იმ ხელშესახებ რამეებს, რაც კიმს რეალურად სურს. ნიშნულოვანი ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეას ახლა უფრო მეტი კავშირი აქვს გარე სამყაროსთან, რადგან ჩინეთმა 2026 წლის მარტში განაახლა პეკინსა და ფხენიანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც 6 წელი იყო შეჩერებული. ეს მატარებელი მგზავრებსაც ატარებს, მაგრამ ასევე ატარებს ვალუტას და გეოპოლიტიკურ ინფორმაციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში. ეს კი გვიყვანს თავად ვიზიტთან და კითხვასთან, რატომ იყო ის ასეთი მნიშვნელოვანი? სი იყო ის, ვინც იმოგზაურა. ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა ისე, რომ მსოფლიო მასთან მოდიოდა, თვითმფრინავში ჩაჯდა და წავიდა და ეს ვიზიტი დიდწილად კიმის პირობებით შედგა. ნიშნულოვანია, რომ ვიზიტის განმავლობაში არსად ყოფილა საუბარი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ შეიარაღებაზე და შესაძლო დემილიტარიზაციაზე. ბრუკინგსის ინსტიტუტმა გაანალიზა სამიტი და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ჩინელი ოფიციალური პირები კვლავ აცხადებენ, რომ ბირთვული განიარაღება ოფიციალურ ხაზად რჩება, პეკინი საჯაროდ ამის ხაზგასმას აღარ აკეთებს. ეს ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ფხენიანი ამას კატეგორიულად უარყოფს, ხოლო რუსეთი ჩრდილოეთ კორეას როგორც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას უჭერს მხარს. ბირთვული განიარაღების საკითხის დაყენება მხოლოდ ზრდის რისკს, რომ კიმი ყველაზე ცუდ დროს ჩამოშორდეს. კიმის რეჟიმისთვის მთავარი დასკვნა ის არის, რომ პეკინი აღარ აპირებს ურთიერთობის ბირთვულ საკითხზე დამოკიდებულებას. ამის ნაცვლად ჩინეთს ფაქტობრივად მოუწევს უსიპოვოს სხვა გზა, რომ თავისი ყველაზე პატარა მეზობელი დამორჩილებაში მოიყვანოს. ეს თავისთავად პიონგიანგისთვის დიდი სტრატეგიული გამარჯვება. ის ფაქტი, რომ სი ჩინპინმა ჩრდილოეთ კორეა აირჩია წლის პირველ საგარეო ვიზიტად, თავადვე აღიქმებოდა როგორც მხარდაჭერა, ლეგიტიმურობის საჩუქარი, რომელიც კიმს როგორც შინ, ისე გარეთ გადაეცა. ენაშიც კი დაფარულია სიმბოლური ცვლილება. ამ ურთიერთობის ძველი აღქმა ეფუძნებოდა ამხანაგებისა და ძმების სახეს, რომლის ქვემოთაც აშკარა იერარქია იყო. უფროსი და უმცროსი. ამ სამიტის გარშემო არსებული რეპორტაჟები სულ უფრო ხშირად აღწერს უფრო ბრტყელ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც საკუთარ ინტერესებს იცავს იცავენ. თუ სიტყვებს გადავხედავთ, ეს სინამდვილეში პეკინისთვის დაწინაურება კი არა, დაქვეითებაა. ის აღარ არის უფროსი ძმა დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეისთვის, არამედ სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკვე ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს. მიუხედავად იმისა, ეს შესაძლებლობები მისმა ამბიციებმა შექმნა თუ არა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების დინამიკა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ, როგორ აისახება ეს გლობალურ გეოპოლიტიკაზე, განსაკუთრებით აშშ-სთან მიმართებაში. ის, რაც პეკინმა ისტორიულად მიიღო ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობიდან, არის ბერკეტი, რომელიც შეეძლო აშშ-ს წინააღმდეგ გამოეყენებინა. როგორც სავაჭრო პარტნიორი, ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ფხენიანის შეკავება და შესაბამისად პარტნიორი, რომელიც ვაშინგტონს გვერდით უნდა ხოლოდა. მაგრამ ეს ბერკეტი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ჩინეთს რეალურად შეუძლია თავშეკავების უზრუნველყოფა. მას შემდეგ, რაც სი ძინფინი 2026 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, ამერიკულ და ჩინურ ვერსიებს შორის განხილული საკითხების შესახებ განსხვავება გაჩნდა და ეს განსაკუთრებით ამ საკითხს შეეხებოდა. ვაშინგტონი დენუკლეარიზაციის საკითხს მთავარ თემად ტოვებდა, მაშინ როცა პეკინი ამ საკითხს უკანა პლანზე აყენებდა. თუ სი ჯინფინს სურს ჩრდილოეთ კორეა ამერიკელებთან ბერკეტად გამოიყენოს, მაგრამ ამ ბერკეტის მართვა რეალურად არ შეუძლია, მაშინ ფხენიანში ვიზიტს ორმხრივი თბილი ურთიერთობების მიღმა სხვა მიზანიც აქვს. ეს გავლენის დემონსტრაცია, რომელიც ნაწილობრივ ვაშინგტონის აუდიტორიისთვის არის დადგმული. პრობლემა ისაა, რომ გავლენის დემონსტრირება და მისი ფლობა ერთი და იგივე არ არის და კიმ ჩენ ინი ამას სხვაზე უკეთ იცის. და რომ ეს სხვებსაც არ გამორჩენოდათ, კიმმა თავისი სათქმელი ტექნიკითაც თქვა. ჩრდილოეთ კორეა მაისის ბოლოს მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების სალვო განახორციელა, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ვიზიტის შესახებაც კი გახდებოდა ცნობილი. ეს უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეის ტაქტიკის ნაწილია. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ რაღაცის ზღვაში გაშვება. თითქოს იმის საჩვენებლად, რომ ჩრდილოეთ კორეა თავის გრაფიკს მიხვება, სტუმარი მოვა თუ არა. თუ ჩინეთს ჩრდილოეთ კორეაზე მეტი კონტროლი ექნებოდა, მას შეეძლო ვიზიტი გადაედო ან დაეძალებინა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეეჩერებინა თავისი სარაკეტო შეიარაღების დემონსტრირება. მაგრამ რადგან ჩინეთს კორეის დახმარება სჭირდებოდა, ყველაფერი უბრალოდ დაფარეს. მაშ ამართლებს თუ არა სათაური, მოატყუა კი კიმმა სი. გულწრფელი პასუხი უფრო საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ დიახ. არ ყოფილა ნამდვილი აფერა, სადაც კიმმა სი ცრუ დაპირებით მოატყუა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ როცა სი პიონგიანგში ჩამოვიდა, აღარ დარჩა კარგი სულა, რომელიც შეეძლო გაეკეთებინა. ეხლა ჩრდილოეთ კორეას ჰქონდა მთელი ბერკეტი, რომელიც დაგროვდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მნიშვნელოვანი მარაგები გაუგზავნა და მის ინდუსტრიას მისცა შესაძლებლობა ექსპორტი გაეკეთებინა ვირაცისთვის ჩინეთის გარდა. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმე არ არის მხოლოდ იმაში, რომ ჩინეთმა უბრალოდ წააგო. რუსეთიდან მიღებულ მოულოდნელ სარგებელს ზღვარი აქვს და შეიძლება ეს ზღვარი ახლოვდება. 2025 წლის ბოლოსთვის უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ჭურვების მიწოდება მკვეთრად შემცირდა. ანგარიში აღნიშნული იყო, რომ ფხენიანის მარაგები იმდენად შემცირდა, რომ ქვეყანას აღარ შეეძლო საკუთარი წარმოების შენარჩუნება და მარაგის შენახვა. უნდა აღნიშნოთ, რომ ეს უკრაინის მთავრობის შეფასებაა, ხოლო მოგვიანებით გავრცელებულმა ცნობებმა აჩვენა, რომ 2026 წლის დასაწყისში ტრანსპორტირება კვლავ მაღალ დონეზე ავიდა. მაგრამ ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ეკონომიკა, რომელიც სხვების ომში ჭურვების გაყიდვაზეა აგებული, თავად ხდება ამ ომის მძევალი. რუსეთის პროგრესი ომში სრულად შეჩერდა 2026 წელს, ხოლო მარტი იყო პირველი თვე უკრაინის 2023 წლის კონტრშეტევის შემდეგ, როდესაც კიევმა შეძლო უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნება ვიდრე დაკარგა. რუსეთი დგას თავისი საარტილერიო შესაძლებლობების დეგრადაციის წინაშე, რაც გამოწვეულია ან საარტილერიო სისტემების დაკარგვით, ან მათი გაცვეთით. თუ საარტილერიოს გასროლა აღარაფერს შეუძლია, აღარ არის საჭირო ამდენის იმპორტი ჩრდილოეთ კორეიდან და შესაბამისად კი იმის ბერკეტი მცირდება. ჩრდილოეთ კორეა ამას კარგად ხვდება. სწორედ ამიტომ გავრცელებული ინფორმაციით ის გადადის დრონების წარმოებაზე და მუშებს აგზავნის რუსულ ქარხნებში. ის ცდილობს ერთჯერადი საარტილერიო საბრძოლო მასალის გარიგება უფრო მდგრად თანამშრომლობაში გადაიყვანოს. ამ გზით ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა შეიძლება უნებლიეთ მთლიანად რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს დაუკავშირდეს. და რუსეთის ძალისხმევა სრული ძალით გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, როგორ წარიმა მეორე შენიშვნა ისაა, რომ ვლადიმერ პუტინი არც კი ჩენინის მეგობარია. ის ჩრდილოეთ კორეას ზუსტად ისე იყენებს, როგორც ოდესღაც პეკინი იყენებდა. არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ეჭობენ, რომ მოსკოვს უხარია, რომ ფხენიანს ჩინეთზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ნაწილობრივ იმისთვის, რომ პეკინი წონასწორობიდან გამოიყვანოს. კიმ ჩენ ინი ორ დიდ ძალას შორის ბალანსირებს, რომლებსაც ორივეს მისი გამოყენება სურთ, და ეს ბალანსის დაცვა თავისთავად ძალიან მყიფეა. მთელი სტრატეგია იმაზეა დამოკიდებული, რომ ორივე მფარველი დაარწმუნოს, რომ მათ მისი დაკარგვა არ შეუძლიათ, და ეს პოზიცია უსასრულოდ შენარჩუნება ძალიან რთულია. მესამე შენიშვნა ის არის, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ შეხვედრას ისე აფასებს, თითქოს ორივე ლიდერმა რაღაც მოიგო. კიმმა მიიღო ლეგიტიმაცია და ურთიერთობა, რომელიც ბირთვულ პირობაზე აღარ იყო დამოკიდებული. სიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთი პიონგიანგის შეუცვლელი ეკონომიკური პარტნიორია და ვაშინგტონს, ტრამპთან და პუტინთან მისი ბოლო შეხვედრების შემდეგ შეახსენა, რომ პეკინი კვლავაც ცენტრალური მოთამაშეა რეგიონში. ჩინეთი ფაქტობრივად ინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას. და ჩრდილოეთ კორეას რაღაც განსაკუთრებული სჭირდება, რომ ამ ბალანსის გადახრა სიმბოლურ ჟესტებზე მეტად შეძლოს. საით მიდის ეს სამკუთხედი აქედან? შემდეგი ნაბიჯები უკვე ჩანს, თუ იცით, სად უნდა. სწორედ მაშინ აღნიშნავს 1961 წლის ხელშეკრულება, თავის 65 წლის თავს. და კითხვა ისაა,
პეკინი თბილ სიტყვებს რაიმე კონკრეტულს თუ დააყოლებს. ეს შეიძლება იყოს იარაღის გაყიდვა, საჰაერო თავდაცვის პაკეტი ან ერთობლივი საზღვაო წვრთნა. რაღაც ისეთი, რაც ჩინეთს განსაკუთრებით უყვარს ხოლმე პერიოდულად. ყველა ეს ნაბიჯი ბალანს იმისკენ გადაიხრის, რომ ჩინეთი კორეის მთავარი მასპინძელი იყოს, მაგრამ მათი არქონაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. მეორე სიგნალი კი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდების რიტმია. თუ კიმი კვლავ თავის გრაფიკზე აგრძელებს გაშვებებს, ეს ნიშნავს, რომ პეკინის გავლენა უფრო შოუს გავს, ვიდრე რეალურ ძალას. და ყველაზე ღრმა კითხვა თავად ომმა უნდა უპასუხოს. შეძლებს თუ არა კიმი ერთჯერადი საარტილერიო მოგება გადაიყვანოს რამე მდგრადში, სანამ ბრძოლა დასრულდება და რუსული დივიდენდი ამოიწურება. ზუსტად ამიტომ შეიძლება ჩრდილოკორეელი მუშები, რომლებიც როგორც იუწყებიან, რუსეთის დრონების ქარხნებში მიდიან, უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდნენ, ვიდრე ნებისმიერი სამიტის ფოტო. სანამ ამ ფაქტორებიდან რომელიმე არ დაარღვევს ამ ნიმუშს, ბალანსი შენარჩუნდება. ჩინეთი მართავს, რუსეთი იყენებს და კიმი ამ ეტაპზე ორივეს აიძულებს, რომ ფრენები დაჯავშნა. მაგრამ თავარი აქ ის კი არ არის, როგორ იყენებს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთს რუსეთის წინააღმდეგ. არამედ ის, როგორ იძაბება ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა. დამატებითი ინფორმაციისთვის გამოიწერეთ The Military Show, რადგან ჩვენ ვაშუქებთ რუსეთის პოლიტიკის ყველა სივრცულეს.